ამ წუთას საქმეში ბრალდების მტკიცებულება არის მხოლოდ 6 პოლიციელის დაზარალებული ჩვენება და 6 პოლიციელის ჩვენება. დაზარალებული, რომელიც ამბობს, რომ მას ეტკინა, მას შემდეგ რაც გააწნეს სილა და ჰქონდა შეწითლება ლოყის და ყურის არეში და 6 პოლიციელი, რომელიც უდასტურებს დაზარალებულს, რომ მას მართლაც ჰქონდა გაწითლებული ლოყა სახის და ყურის არეში. მინდა გითხრათ, რომ აი ეს არის მთელი ბრალდების მტკიცებულებები და მეტნაკლებად თქვათ მნიშვნელოვანი გამოძიებისთვის მტკიცებულება გახლავთ ის, რომ კიდე ბრალდება მიმართა თავისთავად ცხადია აჭარის ტელევიზიიდან ვიდეო მასალის გამოთხოვაზე და რაც არ უნდა უცნაური იყოს, ჩვენ მასალები როდესაც ჩავიბარეთ, ესაც კი არ ქონდათ მიღებული, ანუ ვიდეო მასალა აჭარის ტელევიზიიდან იმდენად არ ჩქარობს გამოძიება. ანუ რისი თქმა მინდა, მზიას პატიმრობის მოთხოვნამდე 2 პოლიციელი იყო დაკითხული, მზიას პატიმრობის მოთხოვნის შემდეგ 4 პოლიციელია დაკითხული. ანუ ბრალდებამ ეს მოთხოვნა, მზიას პატიმრობა საჭირო იყო იმისთვის, რომ ბრალდებას 4 პოლიციელი გამოეკითხა და ამ 4 პოლიციელისთვის ეკითხა, სიწითლე ჰქონდა თუ არა ბატონ დგებუაძეს სახეზეო. აი ეს გახლავთ მთელი ბრალდება. ეხლა მინდა თქვენი ყურადღება მივაქციოთ, თუმცა ამაზე სასამართლოზე ვისაუბრებთ. ეს 4 პოლიციელის ჩვენება ცხადია copy-paste-ით არის გადაწანილი ერთმანეთისგან. სხვაობა მათ ჩვენებებს შორის არის მხოლოდ რა. ზოგიერთი პოლიციელის ჩვენებაში არის, რომ ბატონ დგებუაძეს გაწითლებული ჰქონდა ლოყა, ტირე, ყურის არე, ამ ფრაზით არის. რამოდენიმე პოლიციელის ჩვენებაში არის, რომ მას გაწითლებული ჰქონდა ლოყის და ყურის არე. აი ეს სხვაობაა მხოლოდ მათ ჩვენებებში.